მოგესალმებით რადიო პალიტრის ეთერში ვიწყებთ გადაცემა მკურნალს, რომელიც ყოველ 4 შაბათს ტრადიციულად შეგიძლიათ მოისმინოთ ტალღაზე FM 103.9. ამას გარდა გაქვთ შესაძლებლობა რომ გვიყუროთ კიდეც სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ კი საძიებო ველში აკრებთ რადიო პალიტრას, თქვენ აღმოჩნდებით ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ლაივ რეჟიმის მეშვეობით თვალს გვადევნებთ, მოგვისმენთ, გვიყურებთ და დაინტერესების შემთხვევაში კითხვებსაც დაგვიტოვებთ კომენტარის ველში. მე შეგახსენებთ რომ გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი გახლავართ, დღეს კი ძალიან საინტერესო თემას მიეძღვნება ჩვენი გადაცემა, ეს გახლავთ კანის პრობლემები, რომელიც გაზაფხულზე ხშირ შემთხვევაში აქტიურდება ხოლმე. გაზაფხული ზოგადად ასოცირდება სითბოსთან, ბუნების გამოღვიძებასთან და პოზიტიურ განწყობასთან, თუმცა ამ სეზონს თან ახლავს გარკვეული გამოწვევები ჯანმრთელობის მხრივ. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება სხვადასხვა ტიპის ალერგიული გამოვლინებები, რაც ხშირად აისახება ჩვენს კანზე და ეს შეიძლება იყოს როგორც გამონაყრის, ისე გაღიზიანების თუ ქავილის სახით. გაზაფხულზე ხშირად წვავდება ასევე სოკოვანი ინფექციები, როგორც კანის, ასევე ფრჩხილების დაზიანებით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ტენიანობის მატებასთან, იმუნიტეტის ცვლილებასთან თუ სხვა ფაქტორებთან. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს დეტალურად, მოგცემთ რეკომენდაციებს, რჩევებს და ვფიქრობ, ნამდვილად ყურადღებით უნდა იყოთ გადაცემის ბოლომდე, რადგან დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ექიმი, დერმატოლოგი ქალბატონი ნინო სანოძე და GM Pharma-ს საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. თემა მართლაც ძალიან აქტუალურია. ძალიან საინტერესოა, ბევრ ადამიანს საინტერესებს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაცემით დღეს რაღაცნაირად დავაკმაყოფილებთ მათ ინტერესს და ბევრ საინტერესო დეტალს გავაჟღერებთ. ქალბატონო ნინო, თქვენგან დავიწყებ საუბარს თქვენის ნებართვით. უპირველეს ყოვლისა, რა ტიპის კანის პრობლემები აქტიურდება ხოლმე ყველაზე ხშირად გაზაფხულზე და მიზეზებზეც რომ ვისაუბროთ, რა არის ხშირად ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გაზაფხული, როგორც ახსენეთ, არის გამოღვიძების პერიოდი და შესაბამისად ამ პერიოდში ყველაზე ხშირად იღვიძებს ხოლმე ალერგოდერმატოზები. ეხლა რო გავახსნათ ეს რა არის? ეს არის ალერგიული ტიპის დაავადებები, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს გამოხატული სიმშრალით, ალერგიული რეაქციებით, სიწითლით კანზე. ხშირ შემთხვევაში ზამთრის პერიოდში, ასე რომ ვთქვათ, არ ხდება კანის შესაბამისი დატენიანება და ამ დროს აქტიურად ხდება თვითონ ატოპიური დერმატიტის გამწვავება, რომელიც თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ დიაგნოზს, რასაც აი ადრე ეძახოდნენ მაგალითად დიათეზს, რასაც ეძახიან ეგზემას. ეს ყველაფერი არის იგივე აი ამ ატოპიურ დიდ ოჯახში, ასე რომ ვთქვათ, და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგოდერმატოზი. თუმცა ამ დაავადებას თან ახლავს ხშირად ქავილი და ამის გამო შესაბამისად აქტიურდება მიმდინარე დაავადებები, რომელიც არის თანდართული ინფექციებით, იგივე სოკოებით და ასე შემდეგ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაზაფხულზე ტემპერატურული ცვლილებები არის ძალიან ხშირად, რადიკალური ცვლილებები და ამის გამო ხდება არასათანადოდ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი კანის საფარველის მოვლა. რის გამოც, რა თქმა უნდა, ხდება ზოგჯერ ჩახურება კანის, დაუშვათ რაღაცა ჰიგიენის შესაბამისი ნორმების დაუცველობა, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აქტიურებს ინფექციურ და სოკოვან დაავადებებს. შესაბამისად, ამიტომ ამ პერიოდს მე ესე მივუძღვნიდი, რომ ალერგოდერმატოზების და თანმხლები, ესე რომ ვთქვათ, ინფექციების გავრცელების პერიოდს დავარქმევდი. რა რეკომენდაციები შეგვიძლია მივცეთ მსმენელს ამ მიმართულებით კანის ალერგიული დაავადებების შემთხვევაში? ალერგიული დაავადების შემთხვევაში თუ სანამ მივალთ ექიმთან, მოდით დავიწყოთ საუბარი ასე, ხო? ვიცით დაუშვათ რა დიაგნოზი გვაქვს, ეს არის მაგალითად ატოპიური დერმატიტი თუ იგივე ეგზემა თუ რომელიც არ უნდა იყოს. ალერგოდერმატოზების დროს პირველი რიგის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს არის ისეთი ტიპის საშუალებები, რომლებსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები. ძირითადად ეს დასალევ მედიკამენტებს ზოგადად ესე არ ვურჩევთ ხოლმე, მაგრამ ერთადერთი რომელიც შეიძლება თუნდაც პაციენტს ვურჩიო სატელეფონო კონსულტაციის დროს, როდესაც მეკითხებიან არის რა, მოდით დავლიოთ დესლორატადინი, რომელსაც არ აქვს არანაირი გვერდითი და ჩვენება, არ აქვს რაიმე ესეთი გვერდითი მოვლენები და შეიძლება შესაბამისი ფორმით გამოვიყენოთ 6 თვის ასაკიდანაც კი. ასევე მოხუცებულობით ასაკშიც არანაირი გვერდითი არ ახასიათებს და ხშირად ხდება სეზონის და მიუხედავად ასაკობრივი ქავილი. ამ დროსაც ძალიან
თამამად ვურჩევ ხოლმე ძალიან ანუ ასაკში მყოფი პაციენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ დაუშვათ ექიმთან მოსვლას ფიზიკურად გადაადგილების შეზღუდვის გამო, ამ დროსაც ძალიან თამამად შემიძლია ვურჩიო პაციენტს დესლორატადინი, რადგანაც მას არ აქვს ესე რომ ვთქვათ თანხლები გვერდითი ეფექტები. ახლა რა თქმა უნდა, ასევე მინდა თქვა რომ ხშირად არის, როდესაც გვეკითხებიან სხვადასხვა დაავადებების დროს რა ტიპის წასასმელი მალამოები გამოიყენონ, ხო? აქ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთულია რაიმე კონკრეტული შერჩევა და ხშირად არის ხოლმე აქცენტი კეთდება სხვადასხვა სტეროიდულ საშუალებებზე. მაგალითად ბეტა-მეტაზონის შემცველ საშუალებებზე, იგივე გენტამიცინის შემცველ საშუალებებზე. ძალიან ხშირად შიში აქვთ ხოლმე მსგავს პრეპარატებზე. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც არის სწორად დანიშნული, არაფერი საშიში არ არის. მისი წასმით კონკრეტულ ლოკაციაზე და ადგილზე, რომელიც არის შეზღუდული დროით, რა თქმა უნდა, იმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ კონკრეტულად რამოდენიმე დღის მანძილზე მოხდეს მისი გამოყენება, როდესაც ჩვენ ბეტა-მეტაზონზე ვსაუბრობთ. მას არ გააჩნია სისტემური მოქმედება. ამიტომ ძალიან თამამად შეუძლიათ უკვე მოზრდილ ასაკში მყოფმა ადამიანმა ის გამოიყენოს სხვადასხვა დაუშვათ ეგზემატიზაციის დროს, როცა მიკრობული ეგზემა არის, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბეტა-მეტაზონი იყოს დაუშვათ კომბინაციაში გენტამიცინთან ან სოკოს საწინააღმდეგო რომელიმე საშუალებასთან ერთად, რადგანაც კომბინირებული მოქმედება გვჭირდება. ან როდესაც ფეხის არეში არის, რადგანაც აქ თანდართული ინფექციის რისკი არის ძალიან მაღალი, ამ შემთხვევაშიც კომბინირებული პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ერთი რაც ძალიან მინდა რომ გამოვყო არის რა, ხშირად ეშლებათ ხოლმე და ესეთ კომბინირებულ პრეპარატებს უნიშნავენ ხოლმე პატარებს, მაგალითად, როდესაც აქვთ სიწითლე სახეზე, ფიქრობენ, რომ ეს არის დერმატიტი და ამიტომ უნდა დაუნიშნონ. მსგავს შემთხვევაში მსგავს რეკომენდაციას ვერაფრით ვერ მივცემ და ვურჩევ, რომ ესეთ პატარა ასაკში მქონე ჩვილ ბავშვებს და ესეთ პატარა ასაკის პაციენტებს შემთხვევაში ბეტა-მეტაზონის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და კონკრეტულ ლოკაციაზე რამოდენიმე დღით კი ბატონო. კი ბატონო. ქალბატონინო, ასევე ხშირად ალერგიას თან ახლავს ხოლმე ქავილი, რაც ასევე ძალიან დისკომფორტია ნებისმიერი ადამიანისთვის. რამდენად შესაძლებელია, რომ ქავილის დროს მოხდეს კანში ინფექციის შეჭრა და მოყვეს ამას გართულება? კი, ვახსენე კიდევაც ატოპიური დერმატიტი და ამ დროს ძალიან ხშირია, რადგანაც მექანიკურად ხდება კანის საფარველის დარღვევა. მოგეხსენებათ, რომ კანი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანო და მას აქვს დამცველობითი ფუნქცია უპირველეს ყოვლისა და შესაბამისად, როდესაც ეს ბარიერი ირღვევა, ამ დროს სხვადასხვა ინფექციების, იგივე სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი არის საკმაოდ მაღალი, რადგანაც სწორედ ეს ბარიერი არის დარღვეული. აი, ახსენეთ თავადაც სოკოვანი დაავადებები და უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ამ საკითხზეც, რა იწვევს ამ დაავადებების გამწვევებას ასევე გაზაფხულზე? ესეც აღნიშნე და კიდევ ერთხელ გავმეორდები, გაზაფხულზე ხდება რა ხშირად, ესე რომ ვთქვათ, ჩახურება ხდება, ანუ არ ხდება სწორი განიავება. განსაკუთრებით ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე გაზაფხულზე, რომ აქვთ ფრჩხილების დაზიანება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მსგავსი პრობლემა ალბათ უფრო ადრე იწყება ზამთრის პერიოდიდან, მაგრამ რატომღაც გაზაფხულზე ახსენდებათ, რომ მალე მოვა ზაფხული და უნდა ესე რომ ვთქვათ, უფრო ღია ფეხსაცმელზე გადავიდნენ და ამიტომაც აღმოაჩენენ ხოლმე სწორედ გაზაფხულზე ამ პრობლემას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სოკოვანი ინფექციების განვითარებას არა მარტო ჩახურება და ეს უჰაერობა იწვევს, ასევე ხშირად არის ტრავმატიზაცია. აი მაგალითად, მთელი ზამთრის მანძილზე, როდესაც აცვიათ დახურული ფეხსაცმელი, ხდება მუდმივი ტრავმატიზაცია ერთი და იგივე ადგილზე. ამ დროს ხდება, რა თქმა უნდა, თვითონ აი ამ არეში ბარიერის დარღვევა და სწორედ ამის გამო არის, რომ იწყება უკვე სოკოვანი ინფექციის განვითარება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც აქვს მიდრეკილება და უშუალოდ აქვს უფრო ესეთი ცხიმიანი კანი, აქვს მიდრეკილება უფლიანობისკენ, მათ ვურჩევ, რომ საპროფილაქტიკოდ ხშირად გამოიყენონ ხოლმე სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
ასევე კითხავთ ბრჩხილის სოკოზე, რომელიც ნამდვილად ესე ადვილი ამოსაცნობი არ არის ერთი შეხედვით. აი როგორ შეიძლება რომ ამოვიცნოთ იოლად, როცა საქმე გვაქვს ბრჩხილის სოკოვან ინფექციასთან? საკმაოდ ადვილი ამოსაცნობია და რატომ? ხშირ შემთხვევაში თუ კი არ არის მაგალითად კანდიდოზური ტიპის დაზიანება, კანდიდოზური იწყება თვითონ ფუძიდან. დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც სოკოვანი ესეთი ბანალური სოკოვანი ინფექცია, დაზიანება იწყება ხოლმე პერიფერიიდან, ხშირად გაფხვიერების, გაყვითლების და გასქელების სახით. ხშირ შემთხვევაში იწყება ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც მუდმივი ტრავმატიზაცია ხდება ბრჩხილის და თანდათანობით შეიძლება ეს იწყებოდეს ძალიან უმნიშვნელოდ და თანდათანობით ეს პროცესი გავრცელდეს და ნელ-ნელა მოიცვას აბსოლუტურად ყველა ბრჩხილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ დასაწყისშივე შევამჩნევთ, რომ ბრჩხილი არის ფორმა შეცვლილი, ფერშეცვლილი, გასქელებული, არის ნადები, ბრჩხილქვეშა ნადები, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ უკვე უნდა დავიწყოთ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებები და თუ კი არ გვაქვს შედეგი, უკვე აუცილებლად მივმართოთ სპეციალისტს იმისათვის, რომ სისტემური ანტიმიკოზური მკურნალობა დაინიშნოს. აი კონკრეტულად რა შეგვიძლია ურჩიოთ ახლა ჩვენს მსმენელს ბრჩხილის სოკოს მკურნალობის ძირითად მიდგომებთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა, თუ შევამჩნიეთ, რომ აი ახალი დაწყებული პრობლემა არის, მაგალითად რაღაცა ის ზედაპირულად, ზემოდან წამოვიდა პროცესი, ან გვაქვს გაკეთებული ერთგვარი რაღაცა ესეთი ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ძალიან ხშირად შილაკს მიმართავენ ხოლმე და ამ დროს ხდება ხოლმე ზუსტად ამ დაავადების გააქტიურება. არსებობს ესეთი წვეთების სახით რაღაცა ნაფტიფინის მოქმედი ნივთიერება არის სამკურნალო საშუალებები, რომელიც არის წვეთები და არის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი. რადგანაც ხდება მისი ესე რომ ვთქვათ შეწოვა თვითონ ბრჩხილსა და კანს შორის არეში და ის შეიძლება გამოიყენოთ მაშინაც კი, როდესაც უსვიათ ან მანიკური, ან შილაკი, ან ასე შემდეგ. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება რაზე. ხშირად არის, როდესაც პაციენტებს აქვთ მაგალითად არა ესეთი ბანალურ სოკოვან ინფექციაზე ვსაუბრობ, არამედ როდესაც არის მაგალითად ვენოზური რაიმე პრობლემა და ამ დროს არის სტაზური დერმატიტი. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ამ დროს შეიძლება ბრჩხილზე არსებულმა სოკოვანმა ინფექციამ გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება აი ამ სტაზური დერმატიტის დროს, რადგანაც ამ დროს კანი არის გაწითლებული, გაღიზიანებული და ხშირად ბრჩხილზე არსებული სოკოვანი ინფექცია არის ხოლმე მიზეზი იმის, რომ იქ სხვა გაცილებით უფრო სერიოზული ინფექცია წავიდეს. ამიტომ ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. და პროფილაქტიკა კი ზუსტად აუცილებელია იმისთვის, რომ სერიოზული გართულებები ავიშოროთ თავიდან. ძალიან დიდი მადლობა ქავტონინო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, რაც თავარია ესეთი პრაქტიკული და საჭირო რეკომენდაციებისთვის, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი აუცილებლად გამოიყენებს. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენთან ხართ, არ დაგემშვიდობებით, გადაცემის მეორე ნაწილშიც იქნებით ჩვენთან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე შემოგვერთდება GM Pharma საფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე, რომელთანაც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი, ასე რომ დაგველოდეთ რეკლამა გაივლის ძალიან მალე.